შავი მთვარე, როდესაც უერთდება იუპიტერს, იუპიტერის დიდი გაფართოება, დიდი კარიერა არის, ეს არის იუპიტერი მშვილდოსნური ენერგეტიკა, ეს არის სწავლა განვითარება, ეს არის ღირებულებათა სისტემა არის მშვილდოსანი და შავი მთვარე აქ მუშაობს ლილიტი მშვილდოსანივით იუპიტერთან, რომ ეს ამ ადამიანს აქვს ხუთასნის კომპლექსი, რომ ის ყველაფერში ძალიან იღბლიანი და წარმატებული უნდა იყოს. ამ ადამიანს ან ძალიან ეშინია გაფართოების და რაღაცების სწავლის, ან ძალიან მიდრეკილი არის გაფართოებაზე და სწავლაზე. შეიძლება გამოვლინდეს შინაგანი პროპაგანდისტული დამოკიდებულებები, შენ არ იცი, მე უკეთ ვიცი, ან შეიძლება გამოვლინდეს საერთოდ ღერძი არა მაქვს, ღირებულებები არა მაქვს, ან მაქვს და მინდა მოვახვიოს ყველას თავზე. ეს დესტრუქციული კუთხით არის ჩართული. და პოზიტიური კუთხით შეიძლება იყოს ჩართული ის, რომ მე სადღაც აი სულ რაღაცები ვიცი, მაგრამ არ ვიცი ბოლომდე ვიცი თუ არა. ანუ თავდაჯერებულობა მაკლია. შეიძლება მქონდეს კარიერული მისწრაფებები, მაგრამ ბლოკავდე ჩემ თავს არაცნობიერად. ეს არის გამოცდილება ოჯახში, სადაც იყოს სულ რომ აი ესე უნდა გააკეთო, უნდა ისწავლო, უნდა აი სულ რომ ვიღაცა ახვევს მათ ღირებულებებს ან იდეოლოგიას ან ყველაფრის ფასად უნდა ისწავლო ან შენ ყველაფერში კარგი უნდა იყოს შეიძლება სწავლა არ იყო მაგრამ იყო რომ ხუთოსანი უნდა იყო მაგალითად და რა სიტყვის ხალხი ანუ შენ ყველასთან უნდა იყო გამარჯვებული ანუ დიდი ამბიციურობა დიდი გაფართოების სურვილი და ну ეს სადღაც ეგოს გადიდებაც არის ხოლმე ზოგჯერ რაღაცა ნარცისულ ველს ხშირად ვამბობთ ხოლმე იუპიტერი ლილიტის შეერთებაზე ან დააჯერება იმისი რომ მე ყველაფერი შემიძლია ან პირიქით მე ბევრი რაღაც შემიძლია და საერთოდ ხელს არ გვინდა არაფერს და მეშინია რომ გაფართოება აგრესიული ლილიტი იუპიტერთან ეს არის მე არაფერი სწავლა არ მინდა საერთოდ არა ვარ განვითარებაზე ორიენტირებული მე შენ არ გისმე მეთქით გასწავლი ყველაფერს რაც არ ვიცი და არ წამიკითხე იმასაც გასწავლი და პასიური ლილიტი ეს არის ბევრი რაღაც კითხულობ ბევრი რამე ვიცი მაგრამ მაინც არ მჯერა ჩემი თავის და რა ვქნა მე მანდ ვიწყებთ დახარისხებას თქვა საიდან წარმოიქმნა აი ეს კომპლექსი რომ მე ძალიან მაღალ სტანდარტში უნდა ვიყო ან საერთოდ დაბალ სტანდარტში ვარ და თერაპეულად მე მაგაზე მუშაობთ ხოლმე ხო ჯერ საიდან წამოვიდა მე რა რწმენა წარმოდგენები ჩამოაყალიბა ამან რა ღერძი მოიშალა ღირებულებების რწმენის მაგალითად სად არის ის რომ მე არ ვიცი შიგნით რისი მწამს რისი მჯერა და გარედან ვეძებ ამის შევსებას